მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ვაგზავნებთ ჩვენ ვირგეოთის შესწავლას. ჩვენ ვიმყოფებით პირველი თავის მეხუთე ნიშნაზე. ეს როგორც იყოს ბეზათ השם לעילוי נשמת יהודה בן אברהם ויוסף בן חיים. თუ გექნებათ სურვილი რომ ასე ვთქვათ მიუძღვნათ გაკვეთილი ან ადამიანის ნაშრომის მოსამაღლებლად ან להבדיל რაღაც რიფუაზე შეგიძლიათ მოგმართოთ ნომერზე ისელის ნომერზე WhatsApp-ში შეგვიძლია დაგვიწოვოთ შეტყობინება 972 53 53 45533 თუ გიქნებათ სურვილი რა თქმა უნდა ყველაფერი ანაზღაურების გარეშე ჩვენი დანიშნულება თუ იმას დახმარება სჭირდება თუ იმას სჭირდება რომ ასე ვთქვათ გაკვეთილი მის ახლობელი ადამიანის ან ნაშრომის მოსამაღლებელთან להבדיל მომჩემ ყველა გამოაჯამრთელოს ადამიანის ავათარის შეგიძლიათ მიუძღვნოთ მის გამოაჯამრთელებაზე გაკვეთილი და ასევე წარმატებაზე და ყველაფერ სიკეთისთვის ბეზათ השם. ჩვენ გვასწავლის მიშნა პირველი თავის მეხუთე მიშნა იოსი ბენ იოჰანან ის იერუშალაიმ ამერ. ბრძანებს იოსი ბენ იოჰანანის შვილი როგორც ჩვენ გვასწავლის თორა ადრე მოიხსენიება თორაში ხშირად შეხვდება მით უმეტეს გემარაში და მიშნაში ზეპირ თორაში რომ ადამიანს მოიხსენიებს თორა მისი სახელით და მამამისის სახელით, რა თქმა უნდა, რომ ასე ვთქვათ, არ იყო ადრე პირველში გვარების მიხედვით ადამიანები, არამედ მის მამის სახელს ან რამე ესეთი მინიშნებას აძლევდნენ თუ ვიზე იყო საუბარი და ასევე არის მოყვანილი თორაში, რომ რატომ მოიხსენიებს ხშირ შემთხვევაში თორა გემარა, მიშნა და ასე შემდეგ რაბის და მისი მამის სახელით, რომ ეს არის ასე ვთქვათ სიწმინდე თუ რა ადამიანი არსებობდა თვითონ ადამიანი რომ თვითონ იყო დიდი რაბი და ასევე დიდი რაბის შვილი. რომ თუ რა გვასწავლის რომ რამდენად ასე ვთქვათ მომაღლებულია ეგ ადამიანი და გვასწავლეთ ერთ ასე ვთქვათ ფუნდამენტალურ ასე ვთქვათ არახას გვასწავლის თორა თუ რამე თორას მონაკვეთს ვსწავლოთ ჩვენ კარგია ყოველთვის მოიხსენეთ თუ ვინ გვასწავლა ეს თუ ის მიშნა ან ესე თუ ის ასე ვთქვათ ალახა და ასე შემდეგ ვისი სახელით გვაქვს ნასწავლი და ესე ყოველთვის არის მოყვანილი ასე ვთქვათ თორაში ნათქვამია რომ ეს და ეს რაბი ესე ბრძანებს ესე მისი შვილი და ასე შემდეგ ასე ვთქვათ თორა გვასწავლის გადმოცემას თუ საიდან მიიღეს ადამიანმა თორა და ვისი მოსწავლეები იყვნენ ბრძანებს იოსი ბენ იოჰანან იეჰი ბეითხა ბატუახ ლირვახა იყოს შენი სახლი ვრცლად ასე ვთქვათ ღია ასე ვთქვათ ვრცლად ღია როგორც ყოველთვის ჩვენ კითხულობთ პირველ რიგში მთლიანად მიშნას მე და უბრუნდებით სიტყვას და შევეცდებით მოკლე ახსნებით ავხსნათ ვიჰიო ანიმ ბენე ბეითეხა და იყოს ყოველი გაჭირვებული ადამიანი რომელიც შენ სახლში ასე ვთქვათ შემოაბიჯებს იყოს როგორც ოჯახის წევრი არ იგრძნოს თავი როგორც ასე ვთქვათ გაჭირვებულად არამედ იყოს როგორც ასე ვთქვათ თავისუფლად როგორც ოჯახის წევრი ვალტარბესიხა იმაიშა და სასურველია გვასწავლის იოსი ბენ იოჰანანი რომ კარგია რომ ადამიანმა არ გაავრცელოს ასე ვთქვათ საუბარი მანდილოსანთან რა თქმა უნდა საუბარი არის იმ საუბართან დაკავშირებით რომელიც მის ცხოვრებას არ ეხება რა თქმა უნდა მანდილოსანთან ჩვენ გვაქვს საუბარი მით უმეტეს მეუღლეზე აქვს საუბარი მაგრამ გვასწავლის თორა რომ ყველაფერს ასე ვთქვათ რაღაცა ჩარჩო აქვს ასე ვთქვათ რაღაცა ზომებია თუ როგორ რამდენი ხანმე რაღაც ადამიანი სხვადასხვა გარკვეული საკითხებით საუბარიც და მოქმედება და ასე შემდეგ კალვახამელ ეშეთ ხავერო მით უმეტეს აქ თქვამია როდესაც უკვე არ არის მის მეუღლეზე საუბარი არამედ სხვა ადამიანის მეუღლეზე საუბარი რომ არ არის სასურველი ადამიანი ძალიან იყოს მან დაკავდეს ასე ვთქვათ რაც უფრო ნაკლები მით უკეთეს ეს თორა გვასწავლის პირდაპირ მიქანამურ ხახამიმ აქედან რაბები ასე დასკვნას აკეთებენ
כל זמן שאדם מרבה שיחה עם האישה, ოდესაც ადამიანი ავრცელებს საუბარს, ასე ვთქვათ, მანდილოსთან, გორემ რა ალაცმო, ასე ვთქვათ, შეუძლია თავისთვის გამოიწვიოს ცუდი. ახსნით, რა თქმა უნდა, ეს დაზია საუბარი. უბოდელ მიდივრე თორა, ვისოფოი ორეშ კინო. რომ ასე ვთქვათ, ბევრს დაკარგავს თორასაც. თორის გაცილენაშიც შეეთვლება და შეიძლება მე მივიდეს იქამდე რომ დაეუფლოს გეინობს. ძალიან ასე ვთქვათ, გაუგებარი ნიშნა ზედაპირულად და ბიზნეს შენ დაუბრუნდეთ და ახსნათ ხელახლა. წერს რაბი ოსი ბენ ხანან რომ იყოს ჩვენი სახლი ვრცლად ღია, ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი მაქსიმალურად თელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს დაკავებული, რომ იყოს ასე ვთქვათ ხელგაშლილი, გაჭირვებული ადამიანების მიმართ. და გვასწავლის თორა, ეს ნიშნავს ლირვახა, ეს არის მაგალითად მოყვანილი მიდრაშიდან აღებულია აბრაამ ამინოსთან შედარებით. ნათქვამია რომ აბრაამ ამინომ რომ ესეთი ძირითადი, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი დრო დაუთმა აბრაამა, რა თქმა უნდა ხალხის თეშუბაზე და ბრუნებას და მეორე თვისება რაც ჰქონდა, ეს არის ხესედი. რომ რასაც გამჩენი უგზავნი და შემოსავალს, რაც სიმდიდრე არ გამოუგზავნა, აბრაამ ამინო იძახდა ყოველთვის რა ეს სიმდიდრე იმისთვის არის რომ მე სხვას გადავცე იმ ადამიანს, ვისაც ჩემზე მეტად უჭირს. და რას ნიშნავს ლირვახა, მიდრაშიც ბრძანებს რომ აბრაამ ამინომ ასე ვთქვათ უდაბნოში ცხოვრობდა, მაგ დროს ისრაელის მიწაზე ცხოვრობდა, მაგრამ ეს როგორც თითქოს უდაბნო იყო, ასე ვთქვათ, არ იყო ხო შენობები და ასე შემდეგ, ხალხი კარაბებში და იმებში ცხოვრობდნენ. და აშენებული ქონდა ასე ვთქვათ დიდი კარავი და ასე ვთქვათ როგორც მიდრაში ბრძანებს 4-ვე მიმართულებიდან კარები გაუკეთა კარავს. რატო? რომ გაჭირვებულ ადამიანს მაქსიმალურად ადრე მიეწოდებინა და სწრაფად მიეწოდებინა დახმარება. იმის და მიუხედავად რომ ადამიანი აბრაამ ამინო მიეწოდებდა დახმარებას, რა თქმა უნდა, არ დასჭირდებოდა ადამიანს კრუგი შემოარტყოს მის კარავს ეპოვა სადაც შესულელი, რაც არ უნდა, თუნდაც შეიძლება წუთებზე იყო ლაპარაკი თუ რა ვიცი რამდენიმე დრო დასჭირდებოდა რომ კარავს კრუგი დაარტყოს, წრე დაარტყოს და შევიდოდა ისე და რა თქმა უნდა იპოვიდა შესასრულეს და მიიღებდა იმ დახმარებას, მაგრამ აბრაამ ამინოსთვის იცოდა აბრაამ ამინოს იყო ასე ვთქვათ ჩამჯდარი ქონდა რომ რაც უფრო მალე დავეხმარები დიდი მიცვა. აქედან თორა გვასწავლეს ძალიან ბევრ ასე ვთქვათ წესებს, რასაც ნიშნავს ხესედის წესები და დახმარების წესები. ერთი არის რა, თორა გვასწავლეს რომ დავეხმაროთ ადამიანს და გვერდშია მოდგეთ ადამიანს, როდესაც მას სჭირდება. რაც უფრო მალე დავეხმარებით, უფრო დიდი მიცვა. შეიძლება ადამიანმა აიღოს ასე ვთქვათ დიდი თანხა და დაეხმაროს თუნდაც თანხით, თუნდაც საკვებით და ასე შემდეგ და შეგვიძლია უთხრათ ჩვენ თავს რომ მე სიკეთეს ვაკეთებ, როცა მინდა მაშინ დავეხმარებთ, ჩემი გადასაწყვეტია. დღეს დავეხმარები, სიკეთეა ხვალე თუ დავეხმარები, მაინც სიკეთეა, მე მაინც სიკეთეს ვაკეთებ არა, მაინც მიცვაში მეთვლება. თორე გვასწავლეს რომ არა, სიკეთეს აქვს საზღვრები. თუ ადამიანი დღეს არის გაჭირვებული, დღეს შია ადამიანს და დღეს არ აქვს უკმაპულის საშუალება, დღეს უნდა მივაწოდეთ და არა ხვალე. თუ დღეს გვაქვს საშუალება, დღეს მივაწოდეთ, ის უფრო დღეს გახარებული იქნება, ვიდრე ხვალე ამდენ წვალებას გაივლის კიდეს ხვალამდე, სანამ ჩვენ მივართმევთ. ამ ყველაფერს ადამიანმა დაუფიქრდეს, გვასწავლეს თორა რომ რას ნიშნავს ლირვახა, არ არის უბრალოდ მიცვა დავეხმაროთ, არამედ დავეხმაროთ დროულად. და აგრძელებს ნიშნა და ამატებს ვიუანი ბნეი ბეთეხა რომ შენი ან როგორ უნდა დავეხმაროთ, რა არის ჩვენთვის დახმარება, რა უნდა წარმოვიდგინოს ადამიანმა სინამდვილეში რომ შევხედოთ ხა დახმარება ნებისმიერ ამი დახმარება, ხო ადამიანი შეიძლება $1 დაეხმარება თუ $100 დაეხმარება, მაინც დახმარება, ხო ჩვენი გადმოსახედით, ადამიანის გადმოსახედით დახმარება რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დავეხმარებით და რას გავაკეთებ. თორე გვასწავლეს რა რომ ადამიანს პირველ რიგში ისე უნდა ვეხმარებოდეთ, რომ არასოდეს არ იგრძნოს შინაგანად, რომ ჩვენ რამით მაგაზე მეტი ვართ. მე ვეხმარები და ჩემთან ვახშინა დარჩეს. თუ მეტი ასე ვთქვათ პატივისცემა ვიმსახო რომ მისგან, არ როგორც წინამიშნაში გავიარეთ, პირველ თავის მეორე მიშნაში შიმონ ცადიკი გვასწავლეს რომ გავაკეთოთ მიცვა ასე ვთქვათ გასამჯეროს გარეშე. დავეხმაროთ ისე რომ იყოს ხესად შელემეთ. არაფერს არ ველოდებოდეთ მაგ ადამიანისგან, არამედ უფრო მეტი, რომ როდესაც ვეხმარებით, ისეთი
ასე ვთქვათ, აურა უნდა შევქმნათ, თითქოს ეს ჩვენთაგან ერთ-ერთია. არ არის ჩვენზე ნაკლები არაფრით. იმასაც დღეს არაფერი გააჩნია, არ უნდა იგრძნოს ესა. შემოიპატიჟეს სახელი და სახში და მიდრაში ძალიან ფსლად და ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი დეტალები მოყავს. მაგას ასე ვთქვათ, დიდი დრო დასჭირდება ყველაფერი ასე ვთქვათ, გადავთარგმნოთ და პატარა ორი მონაკვეთი რო ავიღოთ. ერთ-ერთი არის რა, პირველ რიგში დავეხმაროთ იმ რაღაცით, რაც მაგას უყვარს. უნდა იფიქროს ადამიანმა თუ გვაქვს საშუალება და თუ ვიცნობთ ადამიანს, თქვათ ადამიანს უნდა რომ მოუმზადოს კერძი, უნდა იცოდეს რა კერძი მივართვა, რა უფრო ყველაზე მეტად ეს სიამოვნება, როგორც მე ოჯახის წერვის ასე ვთქვათ სიტუაციას გავითვალისწინებ და ფიქრობ, შვილს ვიკითხები, შვილო რა გიყვარს, რა გესიამოვნება დღეს, ასევე უნდა ეს ვთქვათ დავფიქრდეთ, თუ ვიცნობთ ადამიანს, ახლობელია თქვენ შეიძლება მეზობელი იყოს და იცის ადამიანმა რა ესიამოვნება, ის ასიამოვნე, რომ იგრძნოს თითქოს და აი მეტად იფიქრეს ჩემზე და იზრუნეს, არა მარტო უბრალოდ დამეხმარდნენ, არამედ მას სიამოვნეს, ზუსტად ის მომიტანს, რაც ასე ვთქვათ ადამიანს უყვართ. და მეორე გვასწავლის თორა, რომ ასე ვთქვათ ადამიანმა იგრძნოს ოჯახის წევრობად, ეს არის რა? როგორ გადმოვცეთ, რომ გარდა იმისა, რომ დროულად მივცეთ და ასე ვთქვათ, ვიზრუნოთ ზუსტად რა უყვარს, უნდა ადამიანმა მიართვას ის დონე საჭმელი, იმ დონის ხარისხი, ასე ვთქვათ, საჭმელი, რასაც ყველა ოჯახის წევრს მიართმევდა. შეიძლება ჩვენ ვთქვათ რა, რომ ხესედია, ხო? მე ხლა ასე ვთქვათ, საჭმელში რო განვიხილეთ, ხო, ნებისმიერ საჭმელს უფრო მაღალი დონის საჭმელს, უფრო ასე ვთქვათ, სუფრის საჭმელს მივართმევ თუ ჩვეულებრივ რაღაცას მოუმზადებ, საკეიფო საჭმელს მივართმევ, ვთქვათ, რაღაცა მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ვთქვათ, აი ხინკალი ან რაღაც უფრო ქაბაბია და უფრო ძვირფასია და უფრო ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთია, ვიდრე ჩვეულებრივი პური და წყალი მივართვა, არა და ორივე საჭმელია. მე ფიქრობს ადამიანმა რა, რასაც მე ეხლა ოჯახს მივართმევ, შეეცადოს ადამიანმა ყოველთვის იმ დონეზე ყავდეს გაჭირებული გვერდზე. მეზობელი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა რა. და ეს არის ნათქვამი, თორე ეს არის უდიდესი მიცვა, უდიდესი ხესედი, როგორც ჩვენ წინადაც მოვიყვანეთ რა, ხესედზე დგას ამ ხესედი მიცვაზე დგას ეს დედამიწა. რაც უფრო მეტ ხესედს დავთესავთ, უფრო ასე ვთქვათ, მომაღლებული იქნება ადამიანი ჩემს წინაშეც. მეორე რაც მოყავს მაგალითი მიშნას ეს არის რომ ადამიანმა არ გაავრცელოს როგორც მოყვანილია პირდაპირ გადავთარგმნოთ ზედმეტი საუბარი მანდილოსანთან რატო ანათქვამი სიტყვა ზედმეტი არ არის აქ მარტო მოყვანილი მანდილოსანთან დაკავშირებით რომ ადამიანს ზედმეტი მოვიდა აქ ორი ახსნა მოყავს მიდრაშს ერთი არის რა აქ არის რა თქმა უნდა საუბარი ზედმეტი საუბარს უწოდეს იმას თორას რომ თქვათ მეუღლეს ელაპარაკება სხვა ოჯახთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხებზე. ვინ რა გააკეთა, როგორ გააკეთა, რამდენი გააკეთა, სხვა ხალხს განიხილავენ, ეს არ არის ოჯახის საკითხები. რა თქმა უნდა, თორა არ დაწერს, რომ იცი რა, მეუღლესთან რაღაც ზღუდე გვაქვს, ამაზე მეტი არ ვისაუბროთ. პირიქით, უნდა კავშირი გქონდეს მეუღლეს, ასე ვთქვათ, არავის არ ესწავლება, რომ უნდა იქონდეს, ასე ვთქვათ, მეუღლეს თავის ადგილი, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრია. ეს არის რაღაცა რომ ჩვენ დისტანცია დავიჭიროთ რაღაცა ხო ადამიანისგან პირიქით თორა უამრავ ადგილზე წერს რომ როგორც მანდილოსთან ევალება რომ მამაკაცთან მეუღლესთან ქონდეს კავშირი საუბარით და ყველაფრით ასე ვთქვათ ოჯახური ისა ცხოვრება ასევე მამაკაც მანდილოსთან ის მიმართ ხო აქ არის რაღაცა შეზღუდვაზე აქ არის პირველ რიგში შეზღუდვა იმაზე რომ არ გადავიდეს ასე ვთქვათ, ოჯახის საუბარი სხვა ხალხთან მიმართებაში, რომ ხვის ცხოვრება არ განვიხილოთ, რადგანაც თორა გვასწავლეს რა, ყოველთვის ადამიანი იყოს დაკავებული თავისი ოჯახით. არ იფიქროს სხვა ოჯახებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ განვიხილოთ იმ საკითხს, რომ თუ დახმარებას არ ეხება და რაღაცა, ხო, ჩვენ გვერდში დავუდგეთ სხვა ოჯახის წევრს ან მეზობელს ან ნათესავს და ჩვენ განვიხილოთ როგორ და რა დავგეგმოთ და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, აქ არის ნათქვამი იმაზე, რომ ჩვენ არ განვიხილოთ უბრალოდ სხვისი ცხოვრება. ყველას აქვს თავისი ცხოვრება, თორე გვასწავლეს შენი ცხოვრებას მიხედე. სხვის ცხოვრებას ნუ განიხილა. რა გააკეთა, სად გაისეინეს, რა გააკეთეს, ზოგმა დააშავა, ზოგმა კარი გააკეთა.
ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს, ჩვენ ყოველთვის ჩვენ ოჯახს უნდა მივხედავთ, ისინი თავის ოჯახს მიხედავენ და როგორც ნათქვამი თორაში უდაბნოში მაგალითად მოყავს ეს მიდრაშს უდაბნოში ასე ვთქვათ ფანჯრებიცო და კარებებიც, როცა კარვები ქონდა ჩვენ აშენებული და 40 წელი უდაბნოში ვიყავით, სხვა მიმართულებებით ქონდა, არც ერთი კარები მეორე კარებს არ უყურებდა. რატო რომ არც ერთი ასე ვთქვათ მოქმედება გავიდა, გამოვიდა ვისი ოჯახის რაღაც ვაფშე შეხება არ ქონოდა მეორე ოჯახის მეორე მეზობელთან. ვაფშე არ უნდა ინტერესებს ადამიანმა იმის ოჯახში რა ხდება. რა თქმა უნდა, მე ცუდი გაგებით არის იგულისხმება, ხო? უბრალოდ რა არ უნდა დავკავდეთ ჩვენ სხვისი ოჯახის განხილვით. და მაგაზე წერია ზუსტად რა, თუ ადამიანი დაკავდება ბევრი ასე ვთქვათ საკითხებით რა ასე ვთქვათ რა როგორ რა გააკეთეს და სად არიან მეზობლები თუ ნებისმიერ ადამიანს რო განიხილავენ, პირველ რიგში რას დაუშვებს შეცდომას და გარანტიას გვაძლევს თორა, რომ დაუშვებს ადამიანის შეცდომას ლაშონარის თემას, შეიძლება განიხილონ ადამიანის ასე ვთქვათ სუსტი მხარეებიდან მისი ასე ვთქვათ არა ასე ვთქვათ მისაღების აქციელი და ასე შემდეგ და ეს ყველა ლაშონარა. ამ ლაშონარს მოყვება მერე თორის გაცდენა, რადგანაც ჩვენ თუ არ ვართ დაკავებულები, ასე ვთქვათ, თორგვასავს თუ არ ვართ დაკავებული რამე დახმარების კუთხით სხვის ადამიანის განხილვაზე, მაგით ჩვენ გავაცდენ თორასაც, თორის სწავლის ნაცვლად მაგას თუ განვიხილავთ მithumetes და ადამიანი ამით დაკარგავს ბევრ მიცვებს და დაკარგული მიცვებსაც კი განიხილავს თორა, გამჩნდა გვიფარს თითქოს და ადამიანი გეინომს დონეზე მივიდა, გეინომს დაიმსახურებს. რატო გეინომს? იმის არ არის ნათქვამი რომ ზუსტად მთლიანად ჯოჯოხეთში გადავა ადამიანი და ასე ვთქვათ გეინომს დაიმსახურებს 100 წლის შემდეგ, არამედ ნათქვამია თორაში რომ არაბები გვასწავლიან ადამიანმა უნდა განიხილოს არა მარტო ამ ნიშნას რო შევეხოთ, არამედ ზოგადად რო ავიღოთ ეს საკითხი, არა მიცვების შესრულებაც ესეც ცუდია. როგორც პატარა მაგალითი ცოტა არ არის მიღებული ზოგადად თორა რამის შევადაროთ, მაგრამ პატარა მაგალითი რომ მოვიყვანოთ ესე რომ თქვათ ადამიანს აქვს საშუალება იშოვოს ცხოვრებაში ან $1 მილიონი, ან $1 მილიარდი, რომელი უფრო ჯობია. ხო? რა თქმა უნდა $1 მილიონშიც არ არის ადამიანი გაჭირებული, მაგრამ მილიარდი ხო ჯობოდა. თუ ჩვენ არ შევასრულოთ იმ მიცვების, ასე ვთქვათ, მაქსიმალურს, რაც ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩვენ გვაქვს საშუალება. მაშინ ადამიანი მინუსშია. ადამიანი ნაკლებ გასამჯეროს მიიღებს ოლამაბაში და ეს ნაკლები გასამჯერო თორა აღიქვას თითქოს გეინომია. რატო? იმიტომ რომ ცუდია, უნდა მიიღო ადამიანს უფრო მეტი. კი, შეიძლება არ მიიღო, ეს არ ნიშნავს უბრალოდ რომ არ მიიღო, ასე ვთქვათ, გასამჯერო, არამედ გასამჯეროს არ მიიღებას განიხილავს თორა თითქოს და გამჩნევა დაგვიფაროს დაიმსახურა ადამიანმა გეინომი და გეინომი რა ის ნამდვილში სასჯელი იმაზე ნაკლებს ღებულს რაც ნამდვილში შეეძლო რომ მიიღო და ეგ არის ზუსტად რა ის პასუხი რომ რას ნიშნავს გეინომი დაიმსახურა ადამიანმა შეიძლება არა მარტო ანუ არა უბრალოდ ჩოლპიდები გაგებით გეინომია არამედ ნაკლები გასამჯეროც გეინომად განიხილავს თორა და მეორე ახსნა მოყავს რაბებს მედრაშიც ბრძანებს ბარტანორს გასკოთ რაბენოვადი ბარტანორს ბრძანებს რომ რას ნიშნავს არ გაამრავლა ადამიანმა საუბარი ზედმეტი მანდილოსთან ეს არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ასე ვთქვათ მაგალითია რომ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანებსა და ოჯახთან ყვავს მეუღლე და მეუღლესაც უნდა დაუთმოთ დრო არამედ გარდა მეუღლესთვის დათმული დროის გარდა აქ იგულისხმება უბრალოდ ანუ მთელი ცხოვრება ადამიანმა უნდა გაანაწილოს ყველაფერს უნდა თავისი დრო დაუთმოს მარტო მეუღლესთან იყოს ეგეც არ არის გამართლებული მაგას მიცვების შესრულებაც ევალება ადამიანს მარტო მიცვებში იყოს არც ის არ არის გამართლებული იმიტომ რომ ადამიანს ოჯახიც აყავს ადამიანს უნდა ქონდეს სამსახური, უნდა შეასრულოს მიცვები, უნდა ისწავლოს თორაც, ოჯახსაც დაუთმოს დროს და ასე შემდეგ. ანუ თორა გვასწავლებს რა, აქ არ არის იმაზე ხაზგასმული რომ ადამიანს არ ქონდეს ურთიერთობა და ლაპარაკი მეუღლესთან, არამედ აქ არის მინიშნები იმაზე რომ ადამიანმა უნდა დააბალანსოს ყველაფრისთვის განკუთვნილი დრო. იგივე თორის სწავლის დროს თავის დრო უნდა ქონდეს სისტემატიური, ლოცვას თავის დრო უნდა ქონდეს, ოჯახს თავის დრო უნდა დაუთმოს, სამსახური ასე ვთქვათ,
ცხოვრება უნდა განაწილოს ის რომ ყველაფრისთვის კონდეს დრო და არა რომ მარტო ერთს დაუთმოს და ყველა დანარჩენი გვერდზე გაწევს არ აქვს მნიშვნელობა რა გაგებით ინეს თორაში იყოს თელი დღე და გვერდზე გაწევს ყველაფერი არც ის არის გამართლებული და არც ის რომ ადამიანმა ყველაფერი გვერდზე გაწევს თორაც და ლოცვაც და ყველაფერი და იყოს მარტო ოჯახთან ხო ამეთ თორა გვასწავლის რა ყველაფრით უნდა იყოს ამ დედამიწაზე დაკავებული ადამიანი და ესე ზუსტად ითვლება ადამიანი ცადիկ რომ ადამიანი ყველაფერს ითვალისწინებს ყველაფერი ასე ვთქვათ ყველა დანიშნულებით პოულობს დროს და ასე ვთქვათ დაბალანსებული აქვს ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერისთვის აქვს დრო ასე დამადრიანდება ულამაბაზეც ოჯახიც ბედნიერი ეყოლება ფარნასესთვის გამონახავს დროს რომ იმუშაოს და ასე შემდეგ და შემდეგ მაგ ადამიანს იქნება ზუსტად ბედნიერი ოჯახი გამჩნევა დაგომადრიანოს ყველა მიცვები პირნათლად შეგვესრულებინოს მრავალი მიცვები შეგვესრულებინოს და დავამადრიანდეთ ყველაფერს იკეთეს ჩვენ ოჯახებთან ერთად და მეზათ შენ ყველამობასაც და ყველაფერს იკეთეს დაგომადრიანოს გამჩენა დროებით